მოგესალმებით მეგობრებო, დღეს 19 ნოემბერია და ვახორციელებთ სკების გადაღებვას. ტემპერატურა დაბალია, ფუტკარიც ნაკლებად გამოდის გარეთ და ძალიან კარგი ამინდები გვაქვს და ვახორციელებთ უკვე სკების გადაღებვას. ეს სამი სკა უკვე შევღებეთ. ეს ორი სკა იყო ლურჯი და ფეხშეც ეთყობა და გადავაკეთეთ ყვითლად. ის მესამე სკა იყო ყვითელი და ისევ ყვითელი ფერი მიიღო. აქეთ დაგვრჩა ორი ყვითელი ფერის და სამი ყვითელი ფერის და ორი ლურჯი ფერის სკა და მათაც ნელა-ნელა შევღებავთ და ამას ვიდეოშიც გაჩვენებთ. ასევე გვაქვს ზემოთაც რამდენიმე სკა. ამ ეტაპზე შემოვიფარგლებით 15 სკით. გაზაფხულზე რა თქმა უნდა უფრო მეტი გვეყოლება და იმ სკებსაც ნელა-ნელა შევღებავთ. უკვე მეორე ფენაც გადავუსვით. 8 სკას იყო ერთი კოლოფი 2 ფენად. ესეც ჩვენი დასრულებული ვერსია სამღებრო სამუშაოების. გადაღების სამუშაოების შემდეგ დავიწყეთ სახურავების დათბუნება. გვქონდა ასეთი ზღვის ქაფებისგან გაკეთებული, რომ სიცივე და ზაფხულში სიცხე არ გამოეტარებინა და ეხლა შევიძინეთ ფოლგის მაგვარი მატერია, რომელიც გარედან არის ალუმინის ფოლგა და შიგნით არის გუბკა. არ ატარებს არც სიცივეს, არც სისველეს და მზის არეკლასაც აკეთებს, მაგრამ მზის არეკლა სკებში არ გამოგვადგება. სიცივის და სითბოს შენარჩუნება და სიცივის არ შემოსვლა სახურავიდან ამას შეაკავებს. ეხლა გაჩვენებთ ნელ-ნელა როგორ ვამაგრებთ ამას სკებზე. ორფენად ვაკეთებთ ამას, რომ უფრო მეტად დაცული იქნება ჩვენი სკის სახურავი. ის ზღვის ქაფი ფარავდა სადღაც ამ სამენტილაციო ხვრელებს და ეს კიდე თავისუფალია სამენტილაციო ხვრელი, სახურავის განიარება მოხდეს განსაკუთრებით ზაფხულზე.
ესე გამოიყურება დამაგრებული ეს ჩვენი ახალი დამათბობელი. ვაპირებთ რომ ყველა სკას დაუმაგროთ ესეთი დათბუნება და ფიქრობთ რომ ძალიან კარგი იქნება შედეგებს გეტყვით აუცილებლად როგორი იქნება. ამ ზღვის კაფებს კი გამოვიყენებთ ტიხრებში უკვე გაისად, იმიტომ წელს ტიხრები ჩადებული გვაქვს და აღარ გვინდა რომ გავაწვალოთ. ძალიან ფუტკრები და გაისად ამ ზღვის კაფებისგან შევქმნით ტიხრებს, რომელიც კეთებასაც აუცილებლად გაჩვენებთ.